მოგესალმებით ყველას, მეგობრებო, მე ვარ მიშო და დღეს მე მინდა შევეხო ისევ იმ თემას, რომელიც ერთი ვიდეო უკვე განვათავსე ჩემს არხზე, რატომღაც უკმაყოფილო დავჭი, რადგანაც ასე ვთქვათ, ზერელეთ შევეხე ამ თემას, რამაც არ დავაკმაყოფილა, ამიტომაც გთავაზობთ მეორე ვარიანტს. არის თუ არა კარგი გამოვიყენოთ ტორენტ ფაილები. პირველ რიგში მინდა განვარტო ის მიზეზი, თუ რატომ ვიღებ იმავე თემაზე უკვე მეორე ვიდეოს. რაც უკვე გითხარით, დავჭი უკმაყოფილო, ეს არის ძირითადი მიზეზი. დავსვათ პირველი შეკითხვა. რატომ ვიყენებთ ტორენტ ფაილებს? ტორენტ ფაილებს ვიყენებთ იმიტომ, რომ ეს არის სრულიად უფასო, ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი და პლუს თითქმის ყველაფერი არის ტორენტ ფაილებით შესაძლებელი. ანუ გადმოწეროთ ნებისმიერი პროგრამა, ნებისმიერი თამაში და ასე შემდეგ. დიახ, ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არის თუ არა კარგი, ეს უკვე თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, მაგრამ პირადად მე შემიძლია გითხრათ, რომ ტორენტ ფაილები არის იდეალური იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვაქვს საქმე, ასე ვთქვათ, ოფიციალურად მხარდაჭერა შეჩერებული პროგრამებზე. მაგალითად, როგორც აქვს Microsoft, ძველი პროგრამები, რომელსაც უკვე Microsoft აღარ უშვებს. თუნდაც ავიღოთ სიტყვაზე ძველი Windows-ები, თუნდაც აი Windows XP, Windows Vista, ესენი უკვე აღარ გამოდის. Windows 7 არც განახლება გამოდის, არც არაფერი. დღესდღეობით მხოლოდ გამოდის ოფიციალურად Windows 8, 8.1 და 10-ის განახლებები. სამწუხაროდ კი ბევრი კომპიუტერი არის ისეთი დღესდღეობით, რომელიც ასეთ Windows-ებს უბრალოდ ვერ გაწვდება, ანუ ვერ ჩაიწერს და ვერ გაკაჩავს, რადგან მას არ უწყობს ასე ვთქვათ სისტემური მოწყობილობები ხელს. ამიტომაც ჩვენ გვჭირდება ძველი Windows-ები. საიდან უნდა მოვიპოვოთ ეს ძველი Windows-ები? რა თქმა უნდა, ტორენტ ფაილებიდან. აი მხოლოდ ამ შემთხვევაში ვემხრობი იმ ფაქტს, რომ ტორენტ ფაილები არის იდეალური. გადავიდეთ იმ ხალხის კატეგორიებზე, რომელიც იყენებს ტორენტებს. ესენი არიან პირველი კატეგორია. ეს არის სკოლის მოსწავლეები, სტუდენტებიც, ადამიანები, რომლებიც არიან პატარები, ან არა აქვთ უბრალოდ იმდენი შესაძლებლობა, რომ გადაიხადონ ამა თუ იმ თამაში თუ ამა თუ იმ პროგრამაში ფული. ეს ხალხი არის ისეთი ხალხი, რომელიც არ იწუწუნებს იმაზე, რომ ფული გადაიხადოს, რომ გქონდეს. უბრალოდ მათ არ გააჩნიათ ამდენი რესურსი. ამიტომაც მათ უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ გამოიყენონ ტორენტ ფაილები. კატეგორია მეორე. ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად უპრობლემოდ გადაიხდიან თანხას, აქვთ შესაძლებლობა, მაგრამ სჭირდებათ გარანტია, რომ ეს თანხა არ იქნება ტყუილუბრალოდ გადაყრილი. ეს კი დღესდღეობით ძალიან რთულია. ანუ ასეთი გარანტიის მიცემა, მით უმეტეს, როცა ჩვენ პროგრამას ვყიდულობთ ინტერნეტ ბაზარზე. პირველ რიგში, რატომ შეიძლება იყოს ეს საშიში? პროგრამა შეიძლება არ იმუშაოს, არ იყოს იმ ხარისხის, როგორც ჩვენ გვსურს, არ იყოს კარგად, ასე ვთქვათ, სინქრონიზირებული Windows-ებზე და კონდეს რაღაც ძალიან ბევრი ხარვეზი, მაგრამ როცა ჩვენ უკვე თანხას გადავიხდით, მისი უკან დაბრუნება ეს უკვე შეუძლებელია. თამაშებზე რაც შეეხება ზუსტად იგივეა, შეიძლება იყოს მაგალითად ძალიან ცუდი თამაში, გრაფიკით, სიუჟეტით, იყოს სრულიად უინტერესო, 1 საათსაც კი არ დაგაინტერესოთ თამაში, მაგრამ როცა იყიდით, ფულის დაბრუნება უკვე შეუძლებელი იქნება. რა თქმა უნდა, Steam-ს აქვს პროგრამა, ანუ კონტრაქტში უწერია Steam-ს ესეთი რამ, რომ თუ 2 საათში ჩვენ დავადგენთ, რომ ეს თამაში არ ვარგა, არაფერს არ მაძლევს, შეიძლება ის თანხა უკან დავიბრუნოთ. თუმცა ბოლო დროს გამოსული თამაშებიდან ძალიან რთულია დავადგინოთ, რომ 2 საათში ეს თამაში, ანუ 2 საათში დავადგინოთ, რომ ეს თამაში არ არის კარგი და არ მინდა. აი მაგალითად ავიღოთ სულ ბოლო და ძალიან პოპულარული თამაში, რომელიც Steam-ზეც კი ძალიან დიდი ფურორი მოახდინა, GTA 5. GTA 5-ში არის ესე ვთქვათ, რუქა გაზრდილი ძალიან დიდ დონეზე სხვა GTA-ებთან განსხვავებით. 2 საათში უბრალოდ დეტალურად შეუძლებელია შეისწავლოთ ეს რუკა. ძალიან ბევრი ადამიანი ამას თვეებითაც კი ვერ ახერხებს. ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ 2 საათში ისე სწრაფად უნდა შევისწავლოთ და ისე სწრაფად უნდა გავიცნოთ ყველაფერი, რომ ყველაფერი შევაჯეროთ და დავასვენოთ ის, რომ ეს თამაში ღირს ყიდვათ. ამ შემთხვევაში გამოსავალი რჩება ასეთ ხალხსაც ტორენტი. გადმოწერონ ტორენტ ვერსია ან დემო ვერსია, თუმცა დემო ვერსიას ჯობია ტორენტი, რადგანაც ტორენტ ფაილი იქნება სრული, მაგრამ უკანონო. თუმცა უკანონო იმ ხრივ, რომ ეს არის ტორენტი და არა ოფიციალური. მაგრამ სრული ვერსია იქნება ამა თუ იმ პროგრამის თუ ამა თუ იმ თამაშის. ანუ სრული ვერსია მოგცემთ, მთლიანად შეისწავლოთ ესა თუ ის პროგრამა და ამის შემდეგ დაფიქრდეთ ღირს თუ არა ყიდვა ამა თუ იმ პროგრამის. მესამე კატეგორია. ხალხი, რომლისთვისაც ფული არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას, ანუ არ ნიშნავს იმას, რომ მილიარდელები არიან ან რამე ისეთი ხალხზე მაქვს საუბარი. უბრალოდ თამაშისთვის არენანებად ფული აქვთ კიდეც, უბრალოდ ჯიუტად არ სურთ ფულის გადახდა, რადგანაც იციან, რომ ტორენტი არის სრულიად უფასო, ხელმისაწვდომი, არსებობს მილიონობით ტორენტ საიტი, ამიტომაც ურჩევნიათ მარტივად ტორენტიდან გადმოწერონ ნებისმიერი პროგრამა.
ეს აყენებს ძალიან დიდი საფრთხის წინ შემქმნელ კომპანიებს, რადგანაც ისინი ვერ იღებენ რესურსებს, რაც საშიშროების ქვეშ აყენებს თვითონ პროგრამას ან თამაშს, რადგანაც უფულობა და ურესურსობა შეიძლება გამოიწვიოს პროგრამის დახურვა. ანუ აღარ გამოვიდეს ახალი ვერსია, აღარ განვითარდეს თამაში და ასე შემდეგ. ეს ცალკეული პრობლემაა. პირადად ჩემი შეხედულება ამ საკითხთან არის ის, რომ თავისუფლად შეიძლება ტორრენტის გამოყენება, მაგრამ თუ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრამა მე მჭირდება, მე მირჩევნია, რომ ეს პროგრამა მქონდეს ოფიციალური ვერსიით და როგორც წინა ვიდეოში გითხარით, მე რამოდენიმე პროგრამა და თამაში შესყიდული მაქვს, რადგანაც მე დავრწმუნდი იმაში, რომ ეს თამაშები მე უბრალოდ სრული ლიცენზიით მინდა. ამითი მე პლუს როცა ეს თამაშები შევიძინე, ამითი მე დავაფასე იმ ადამიანების შრომა, რომლებმაც იწვალეს და ეს თამაში გამოუშვეს იმისთვის, რომ მე თუნდაც ის ბავშვობის რამოდენიმე წუთი ლამაზად და მშვენივრად გამეტანებინა კომპიუტერულ თამაშზე. დამიჯერეთ კომპიუტერული თამაშების შექმნა და პროგრამების შექმნა ძალიან დიდი წვალებისა და ასე ვთქვათ ჯაფის ხარჯზე გამოდის. ერთი კოდიც კი რომ შეგეშალოთ, სიტყვაზე ვთქვათ, თამაშის ფინალისკენ, ანუ როცა უკვე თამაში ფინიშდება და ამთავრებ თამაშის შექმნას, თუნდაც ერთი კოდი რომ არასწორად შეიქმნას, დამიჯერეთ ეს ამის გამოსწორება არის სასტიკად რთული, რადგანაც შენ გიწევს მთლიანი ბაზისის წაშლა და იწყებ ამ თამაშის ხელახლა გაკეთებას. ანუ თუ თქვენ გქნით რაიმე დიდ თამაშს, რომელიც არის აი თუნდაც GTA 5 და ის თითქმის დასრულების პროცესშია, უკვე მოდები ყველაფერი შექმნილია და ბოლოში ვიღაც დაღლილს, ასე ვთქვათ, პროგრამის შეეშალა რაღაც კოდი. აბსოლუტურად ყველაფრის წაშლა მოუწევთ და ხელახლა აწყობა, რადგანაც ერთმა არასწორმა კოდმა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ბევრი რამ, მაგალითად, არ გაიხსნას დროზე ფოტო, არ გაიხსნას ვიდეო გამოსახულება, აირიოს რაღაც მისია და ასე შემდეგ. შეუძლია უამრავი პრობლემა შექმნას. ამიტომაც ვთვლი მე იმას, რომ როცა მე რამე პროგრამა ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს ან ეგეთი რაღაცა, ვთვლი რომ უნდა დააფასო იმ ადამიანების შრომა, რომელიც ეს შექმნა და გამოვიყენოთ ფულადი სახით ანაზღაურება. დიახ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ყველაფერი უნდა ვიყიდოთ. არა, ეს არის კატეგორიულად დიდი სისულელე. რადგანაც დამიჯერეთ, თუ ასე დავიწყებთ ყველანი ფიქრს, რომ ყველაფერი აუცილებლად უნდა ვიყიდოთ, დამიჯერეთ კომპანიები ნაკლებად შეეცდებიან მოგყიდონ ხარისხიანი პროგრამები ან თამაშები და გამოუშვებენ ისეთ ბოდიში და უხეშად რო ვთქვათ ნაგავს, რომელიც მათ უბრალოდ ფულს აშოვნინებს, რადგანაც ჩვენ უბრალოდ გადავწყვეტეთ, რომ აუცილებლად ყველაფერი უნდა ვიყიდოთ. არა, სრული სისულელეა. ტორრენტ ფაილები არის ძალიან კარგი გამოსავალი, მაგრამ არ ნიშნავს, რომ არც ტორრენტი არის წმინდანობა, უხეშად რო ვთქვათ. რადგანაც ტორრენტ ფაილები ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს, ბევრ რამეს პირველ რიგში აყენებს თქვენს კომპიუტერს, რადგანაც ტორრენტ ფაილები შეიძლება იყოს გავსებული და გადატენილი ძალიან დიდი და სერიოზული ვირუსები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება კომპიუტერის. საბოლოო დასკვნა კი შემიძლია გავაკეთო მეგობრებო ის, რომ თქვენზეა დამოკიდებული გამოიყენებთ ტორრენტს თუ გამოიყენებთ ასე ვთქვათ ოფიციალურ ვერსიებს. რა თქმა უნდა, ორივეზეა არავინ არაფერს არ გეუბნებათ, ეს არის თქვენი სრულიად თავისუფალი დამოკიდებულება და აზრი. თუმცა პირადად ჩემი გადმოსახედიდან ჯობია ყველაზე საყვარელი და ყველაზე ფავორიტი პროგრამები ან თამაშები შევისყიდოთ. ხოლო დანარჩენები კი უბრალოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ და დავტესტოთ დემო ვერსიები, ტორრენტ ვერსიები, არა აქვს მნიშვნელობა. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო ყურადღებისათვის. იმედია ჩემი ვიდეო რაღაცით მაინც დაგეხმარებათ, ან თუნდაც რაიმე ინფორმაციას მოგაწვით ამა თუ იმ საკითხებზე. მომავალში შემოგთავაზებთ კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო თემებს. განვიხილავ ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის ქართული YouTube-ის ძალიან დიდ პრობლემას. დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო ყურადღებისთვის კიდევ ერთხელ. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, დაწერეთ კომენტარებში, ან მომწერეთ Skype-ში. იშო 1207